უკრაინა კვლავ ნატოში წევრობისკენ ისწრაფვის. მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელიც უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ კანონის გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს. უკრაინის მთავრობას პარლამენტის განსახილველად შემოაქვს კანონპროექტი უკრაინის სახელმწიფოს ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმებისა და ნატოს წევრობისაკენ უკრაინის კურსის განახლების შესახებ. არსებული კანონი ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს მთავარ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებას. ახალი კანონით აკრძალული იქნება უკრაინის გაწევრიანება სხვადასხვა საბაჟო და ევრაზიულ კავშირებში, რაც რეალურად საბჭოთა კავშირის ნაირსახეობას წარმოადგენს. რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ნოვოაზოვსკში 60-მდე რუსული ტანკი შევიდა, რომლებსაც ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის სფერებში ღებავენ. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლისკენ დაიხიეს. რუსის სამხედროები ქალაქიდან 20 კილომეტრში იმყოფებიან. პოზიციების მუდმივი შეცვლა გვიწევს, артиლერია და გრადები გბომბავს. რუსეთიდან 50 ტანკი შემოვიდა, 7 RPG გვაქვს მხოლოდ და მეტი არაფერი. კიდევ მუხები გვაქვს და 62 წელს გამოშვებული კალაშნიკოვი. ეს ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ინტერვენციაა. გუში ნოვოაზოვსკში რუსული ტანკები, რუსი ჯარისკაცები შევიდნენ რუსული დროშებით. კვლავ ალყაში რჩებიან უკრაინული ქვედანაყოფები დონეცკის სამხრეთით. ილოვაისკთან სამთავრობო ძალებმა კიდევ 2 რუსი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს. უშიშროების საბჭოს ცნობით, სამთავრობო ძალებმა მტრის რამდენიმე კოლონა გაანადგურეს. ვლადიმირ პუტინმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ეგრეთ წოდებულ მოხალისეებს მოუწოდებს ალყაში მოხვედრილ უკრაინელებს ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნან. დონეცკელის სეპარატისტების ლიდერის განცხადებით ისინი მზად არიან უკრაინელებს დერეფანი გაუხსნან იმ პირობით, თუ სამთავრობო ძალები მათ მძიმე შეიარაღებას ჩააბარებენ. კიევში მოქალაქეებმა მთავრობისგან ალყაში მოქცეულ მოხალისეთა ბატალიონების გადასარჩენად ქმედეთი ზომების მიღება მოითხოვეს. ჩვენ აქ მოვედით, რათა მხარი დაუჭიროთ მოხალისეთა ბატალიონებს, რომლებიც უკრაინას იცავენ. ისინი ალყაში იმყოფებიან და მხარდაჭერა არა აქვთ. გვინდა ვაიძულოთ ხელისუფლება მათ დაეხმარონ, დაჭრილები გამოიყვანონ. პრეზიდენტი და მთავრობა კი აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედების ზონაში ვითარებას სრულად აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. ნატო უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის შემდეგ გენერალურმა მდივანმა რუსეთს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ახლა უკვე ნათელია, რომ რუსულმა ჯარებმა და რუსულმა შეიარაღებამ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ეს არ არის იზოლირებული ქმედება, ეს მრავალთვიანი პროცესის ნაწილია, რომლის მიზანი უკრაინის როგორც სუვერენული ქვეყნის დესტაბილიზაციაა. რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. რუსეთი აწვდის სეპარატისტებს, ტანკებს, საბრძოლო მანქანებს, артиლერიასა და სარაკეტო დანადგარებს. რუსეთი ბომბავს უკრაინას საკუთარი ტერიტორიიდან. ჩვენ მკაცრად გვაქვს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებას და მოუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს უკანონო სამხედრო მოქმედებები და კრიზისის დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადადგას. მანამდე ნატომ რამდენიმე თანამგზავრული ფოტო გაავრცელა, რომლებიც ადასტურებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამხედრო ტექნიკის კოლონები რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. უკრაინაში ძალადობაზე პასუხისგებლობა რუსეთს ეკისრება და მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მომზადდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ბარაკ ობამამ უკრაინაში რუსული ჯარის ყოფნა დაადასტურა. მან უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში მოიწვია და განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს გამართავს. თუმცა კონფლიქტში ამერიკის სამხედრო ჩარევა გამორიცხა. რუსეთი პასუხისმგებელია ძალადობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი ძალადობას პროვოცირებს, წვრთნის, აიარაღებს, აფინანსებს სეპარატისტებს. რუსეთს განზრახ და არაერთხელ დაურღვევია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ამსახველი ახალი სურათებიც ამას მსოფლიოსთვის ნათელს ხდის. უკრაინის პრობლემების გადასაწყვეტად სამხედრო მოქმედებებს არ მიმართავთ. ის, რასაც ვაკეთებთ, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს ხვალ სამიტზე განიხილავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ახალ სანქციებს განვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ ეს თემა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში იქნება და ჩვენ იმის შესახებ ვიმსჯელებთ, რა რეაგირება მოვახდინოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ეს მინსკის მოლაპარაკებებზეც ვაჩვენეთ. ჩვენ გვსურს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას მივაქციოთ. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა და სიტუაცია გაუარესდა. უკრაინის მოთხოვნით რუსული აგრესიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე განიხილა. საბჭოს წევრებმა რუსეთის მოქმედება მკაცრად დაგმეს, თუმცა მოსკოვმა უკრაინაში ჯარის შეყვანა კვლავ უარყო და პასუხისგებლობა კრიზისზე უკრაინასა და შეერთებულ შტატებს დააკისრა. აუცილებელია სერიოზული მოლაპარაკებები, მაგრამ რუსეთმა ტყუილის თქმა და კონფლიქტის გაჩაღება უნდა შეწყვიტოს. ჩვენ ხედავთ გამიზნულ მოქმედებას სეპარატისტების მხარდასაჭერად რუსეთის მხრიდან და დღეს ის მათ მხარეს უშუალოდ იბრძვის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. როდესაც რუსეთი საერთაშორისო წესებს არღვევს, ყოველგვარი შედეგების გარეშე ეს არის შემაშფოთებელი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის. ამ საფრთხის წინაშე უმოქმედობა ძალიან ძვირი დაგუჩდება. Нынешняя эскалация ситуации на юго-востоке Украины. ახლანდელი ესკალაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კიევის უგუნური პოლიტიკის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის შედეგია. ამერიკის ელჩმა თქვა, რა გზავნილს გავუგზავნით რუსეთის მეზობლებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაგზავნით გზავნილს ვაშინგტონში. შეწყვიტეთ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში. Перестаньте заниматься вмешательством во внутренние дела суверенных государств. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრას ჯერ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. შემდეგ კი ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. არც ერთ განცხადებაში ღარიბაშვილს რუსეთი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველამ პატივისცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღესვე განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, საქართველო უკრაინის სამხედრო დახმარებას არ აპირებს. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველ დაუშვებელი და მიუღებელიც, რაც ხდება დღეს უკრაინაში. და თელმა საერთაშორისო თანამეგობრებმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ აღადგინოს მშვიდობა და სტაბილურობა უკრაინაში. ჩვენი მხრივ რაც შეგვიძლია, ვეხმარებით ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. მე გავაგზავნე ჯანმრთელობის მინისტრი უკრაინაში, რომელიც ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ პრობლემებს და ჩვენ შემდეგ გადავწყვიტავთ, რისი დახმარების საშუალება გვექნება. შემუშავებული არის პაკეტი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო მთავრობამ. ყველა ვიყავით ჩართული, პირადად მე ვიყავი ჩართული და წელი წლის განმავლობაში მუშაობდით ინტენსიურად იმისათვის, რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა გასაოცნებელია და ევროპელები ყურადღებას აქცევენ. ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სრული მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება. ჩვენ ვაკვირდებით, შეშფოთებით იქ განვითარებულ მოვლენებს და მე ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სტაბილური გახდეს მდგომარეობა და ჩვენი მხრიდან, როგორც ქვეყანა, მთავრობა, საქართველოს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რომ ის მოვლენები, რომელიც უკვე დიდი ხანია ვითარდება, დასტაბილურდეს და მშვიდობა იყოს უკრაინაში. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკით დახმარებას, ეს რაღაც სიახლეა ჩემთვის და საქართველოს არანაირ სამხედრო ტექნიკით ბრძოლებში ჩაბმას არ აპირებს. ის ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან არ წავიდნენ ღიად დაპირისპირებაზე. თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინას შეუძლია ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაც, ხო? ამიტომ ჩვენ მთავრობამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა ვიქნეთ საქართველოს გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებებიდან ისევ გადახულები გამოვდივართ ჩვენ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის აგრესიას უწოდებს. მისი თქმით, საქართველო ამ კონფლიქტის განვითარების პირველივე დღიდან წამყვან სახელმწიფოებთან კოორდინაციაშია და მთავრობის განცხადებები არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის და აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.
ამასთანავე პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმწიფოს ლიდერის განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომელიც არის უკრაინის სიმართლის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის ხარდამჭერი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასახული გეგმის სრულ თანხმედრაში. რუსეთის მხრიდან წამოწყებული ღია აგრესია ასე აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარაიშვილი კი აღნიშნავს, რომ უკრაინის საკითხზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს და ამ პოზიციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აჟღერებს. მე მთავრობის წევრი ვარ, რომელსაც მევალება სხვა მიმართულებები, მე არაფერი არ მერიდება და შემიძლია თქვა ჩემი აზრი, მაგრამ ჯობია მთავრობა რა კი არსებობს, მთავრობის სახელით დილაპარაკოს იმას ევალება. მე მაგალითად თავამოდ ლაპარაკობ, რაც ჩემი მიმართულება ხო, რელიგიას საუბრობთ არა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებობს, რომელსაც აკეთებს განცხადებებს და ერთხელ და ორჯერ ყოფილად კაფეოდ გამოთქმული პოზიციები, რაღაც გუშინ წინ ქაბატონ მაიამ ფანჯიკიძემ ზამ კაფეო განცხადება გააკეთა, აშკარად ჩანს იქ რა თქმა უნდა რუსეთის ჩართულობა, მთავრობაში არსებობს სპეციალური მიმართულებები, ხელმძღვანელები და ისინი აკეთებენ განცხადებებს და ეს არის სწორი. ესეც უნდა იყოს. თქვენი მოსაზრება თქვა ინტერესებს წევრი ხარ. გითხარით, ხო. ამიტომ ხო მე ახლა მე გეუბნებით რომ ეს არის ეს უნდა გააკეთო, ასე რომ ვიკითხავს არა, მე უნდა გაგიშვა უცლება მთავრობის სხვა წევრთა ვინც ვალდებულიც გააკეთოს განცხადება. მე ჩემი კერძო მე მეკითხები ჩემ პოზიციას მე მინისტრი ვარ უკაცრავად მე არ გამაჩნია ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში მე გამაჩნია მთავრობის პოზიცია რუსეთის მხრიდან წარმოებული ღია აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს უკრაინის ხელისუფლებას და მზადყოფნას ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენისთვის უაღრესად სახიფათოს და დრამატულ პროცესებს უკრაინაში გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, არამედ ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. აშკარაა და მნიშვნელოვნად შეიძლება უკვე ითქვას, რომ ეს არ იქნება ბოლო გაჩერება. ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ იგი უკრაინის სუვერენიტეტს აქტიურად არ უჭერს მხარს. დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული ტიპის სამხედრო დახმარება საქართველოს უკრაინას უნდა აღმოუჩინოს. რუსეთს არ ესმის მოლაპარაკების ენა, რუსეთს არ ესმის დისკუსიის ენა, რუსეთის მთავარი მოტივი არის სამხედრო აგრესია, ძალადობა და ნებისმიერი სახის შეთანხმების სურვილს ის განეხილავს როგორც სისუსტეს და არა როგორც კომპრომისს. აგრესორს, რომელიც ახორციელებს თავდასხმას ჩვენ მოძმე სახელმწიფოზე, ერთადერთი მხარდაჭერი ყავს და ეს მხარდაჭერი არის საქართველოს ხელისუფლება. სამარცხვინოდ მას არც ერთხელ ამ განცხადებაში არ უხსენებია სიტყვას რუსეთი. საქართველოს უნდა შეძლოს და აღმოუჩინოს უკრაინას შესაძლებლობის ფარგლებში სამხედრო დახმარებაც, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა ტიპის ადამიანური, სოციალური, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ და პლუს ქართული დიპლომატიური კორპუსი უნდა გადაიქცეს უკრაინის სამსახურში არსებულ სტრუქტურად, იმიტომ რომ დღეს უკრაინაში წყდება ჩვენი ბედიც. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აი წმინდა პრაგმატულად მორალს რო თავი დავანებოთ მოკავშირეობას, არის აი ეს. თუ უკრაინაში რუსეთს გაუვიდა ის, რასაც აკეთებს, ხო? საქართველოს საერთოდ აღარაფერი არ არის რუსეთისათვის. ერთი ლუკმაც არ არის. დავით ბაქრაძის თქმით, ის კანონის წინაშე აბსოლუტურად მართალია და პროკურატურაში გამოცხადებაც ამიტომ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის იმუნიტეტი მას საგამოძიებო უწყებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს და მის მეუღლეს მთავარ პროკურატურაში შეკითხვები დეკლარაციაში თანხების არასწორად ასახვის საქმეზე დაუსვეს. დაკითხვაზე შესვლამდე ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 276,000 გირვანკა სტერლინგი, რომელიც მან კონკრეტულ ანგარიშზე განათავსა, მისი მეუღლის მშობლებს ეკუთვნის. შესაბამისად, აღნიშნული თანხის დეკლარირების საჭიროება არ არსებობდა. მე ზედმიწევნით ვიცევდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომელიც თავის დროზე სრულწლოვანების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემ შვილებსაც. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არის ფიზიკურად ჩემს მიერ განთავსებული ანგარიშზე, მე ამ თანხას არ გამკარგავ და ამის გამო არ მომიხდენია ამის დეკლარირება.
დავით ბაქრაძის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ინფორმაცია მისი პირადი საფოსტო გზავნილების გახსნის შემდეგ გასაჯაროვდა. ბაქრაძე აღნიშნული საკითხის გამოძიებას ითხოვს. ამ საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც. გამოძიებული იქნეს, ვინ ხსნის საქართველოში პოსტით მოსულ პირად წერილებს, როგორ ხდება ეს პირადი წერილები და პირადი ინფორმაცია ვებსივრცეში, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოვითხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაისაჯოს პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება. დავით ბაქრაძის და მისი მეუღლის დაკითხვა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ვინაიდან ისინი პროკურატურაში მხოლოდ ერთი ადვოკატის თანხლებით გამოცხადდნენ და კიდევ ერთი დამცველის გამოძახება გახდა საჭირო. მათ არ ისურვეს და არ გააკეთეს ისე, რომ ცალკე მომხდარიყო მათი დაკითხვა, ანუ დასრულებულიყო ერთის დაკითხვა და გელხაურს ქონდა შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა მეორეს დაკითხვა, შესაბამისად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ შემთხვევაში ვინაიდან პარალელურად მიმდინარეობს როგორც ბატონი დავითს, ასევე ქალბატონ მაკას დაკითხვა, დავესწრო ერთ-ერთის დაკითხვას. ბაქრაძის საგამოძიებო უწყებაში დაკითხვასთან დაკავშირებით შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, დავით ბაქრაძე და ყველა სხვა ბიუროსევრი პარლამენტის ბიუროს ხომაზეა დაბარებული ჩემი მხრიდან სამშაბათს, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესია. სხვა საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. პროკურატურის მიერ 20 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით უწყება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე HSBC ბანკში არსებული თანხის წარმომავლობას შეისწავლიდა. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლითა და 194 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანის და უკანონოდ დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. საქართველოს დელეგაციას უელსის ნატოს სამიტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იქნებიან. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა, რათა მაქსიმალური შედეგისთვის მიაღწია. შემუშავებული არის პაკეტი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო მთავრობამ. ყველა ვიყავით ჩართული, პირადად მე ვიყავი ჩართული და წელი წლის განმავლობაში მუშაობდით ინტენსიურად, იმისათვის რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა გასაოცნებელია და ევროპელები ყურადღებას აქცევენ. ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სრული მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩევლის თენგიზ ფხალაძის თქმით, მაპის მიღებაზე საუბარი არ არის. თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა სპეციალურმა პაკეტმა სამიტის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ პირველი გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი უელსის სამიტის მერე და სწორედ ასე ხედავს მთავარ ამოცანას საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ არა ვართ წევრი სახელმწიფო და დღეს ჩვენ ვერ ვისარგებლებთ იმ გარანტიებით, რასაც ქვია მეხუთე პარაგრაფი, მაგრამ იმ ქვეყნისათვის, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ალიანსისათვის, რომელიც არის ნომერ პირველი კონტრიბუტორი არაწევრ სახელმწიფოებს შორის, როგორც ISAF-ის მისიაში, ასევე ევროკავშირის ეგიდით ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში, ამ ქვეყნისათვის დაცულობის, რაც შეიძლება მაღალი გარანტიების მოპოვება. 4 სექტემბერს სამხრეთ უელსში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მორიგის სამიტი გაიმართება. საქართველოს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალახშუქურ ფაშაზადე ეწვია. პირველი შეხვედრა მან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან გამართა. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა მრავალი კონფლიქტი არსებობს დედამიწაზე და დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ რელიგიების მეთაურებს. პრობლემები, რომელიც არსებობს კავკასიაში, ეს არის აფხაზეთი, ცხინვალი, მთიანი ყარაბაღი, ეს მშვიდობიანი გზით გადაწყდება.
Minnettarlığımı bildirirəm. მთიანი ყარაბაღიდან 1 მილიონი ლტოლვილი ყავს. სომეხმა ექსტრემისტებმა მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია მოახდინეს. ცდილობენ რომ საზღვრები კიდევ ერთხელ შეცვალონ. თქვენ ყოველთვის გამოდიხართ ჭეშმარიტების პოზიციიდან და სინამდვილეს ადასტურებთ. ჩვენც მიუყვებით თქვენს გზას და მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ჩვენი ერების ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდება. დღესვე ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ვაქციოთ როგორც ძალიან ბევრი რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა რელიგიის და კულტურის მქონე ერებმა მოახერხონ ძალიან ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა და განვითარება. არის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის ქვეყანას შორის ურთიერთობაში, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხები, იცით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სასაზღვრო თემები. არის საკითხები ეროვნული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრობის გამტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქალაქო სასამართლოში განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, გამოხმაურების საშუალება მიეცა თავად ბრალდებულსაც, რომელიც პროცესს ესწრებოდა. გიგი უგულავამ შერჩევით სამართალზე ისაუბრა და ბრალდებას ცინიკური უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას იმას ედავება, რაც თავად გააკეთა 2012 წელს, როდესაც უგულავას თქმითვე პარტიის დაფინანსებისთვის $1 მილიარდი შემოიტანა. უგულავა გამოეხმაურა თავისუფალი ზონის წევრების დაკავებასაც, რომლებიც ხიდის უკრაინის დროშის ფერებში გადაღებვის გამო დააკავეს და ეს ფაქტით შერჩევითი სამართლით ახსნა. შეუძლებელია აღასრულოს და როდესაც ტექნოლოგია აღაშენების გავაცეზე ახალ სხვა ისტორიულ არესტავრირებულ უნივერსიტეტში სწორედ პროგრამა ჩაატარა 51 და ქართული ცნება პოპულარიზატორები და საგებავები დაჭავნილი აღშენდეს დღემდე. განვითარების ფონდის საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალდება 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედავება. ამ საქმეზე გიგი უგულავას 50,000 ლარიანი გირავო აქვს შეფარდებული. დაცვის მხარე თავის შესავალ სიტყვას 1 სექტემბერს ჩანიშნულ პროცესზე წარმოთქვამს. ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით საშუალო საკონკურსო ქულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს აქვთ. მეორე ადგილზე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო სასწავლებელია. მესამე და მეოთხე ადგილს სამედიცინო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ანაწილებენ. მეხუთე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტია. საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით ყველაზე პოპულარული მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაა. მეორე ადგილს ფიზიკის, მესამეს კი ბიზნესის სკოლა იკავებენ. რაოდენობა სტუდენტების რო აიღო საქართველოში პირველი 5 უმაღლესი ქულებით სტუდენტები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. კერძოდ კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის. აგრონიში ბიზნესის ადმინისტრირება აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული. და პარალელურად რა თქმა უნდა პოპულარულია მაინც აგრარული მეცნიერებები და საკმაოდ კარგი ნაკადი მიიღეთ ისე ინჟინერიაზე. ISM-ი როგორც წესი სტაბილურად მესამე ადგილზეა უნივერსიტეტის ფარგლებში, რაც ჩემის აზრით სწორია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ISM-ში მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომელსაც რეალურად სხვა რაღაცა უნდა და კარგად იცოდნენ მათემატიკა და უბრალოდ ეთქობა ალტერნატივა არ ქონდათ სხვა და ეხლა უკვე დაალაგდა როგორც საჭირო. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორი შაკო თავაძე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით აგრარულ უნივერსიტეტში საშუალო საკონკურსო ქულები შესამჩნევად გაზრდილია. რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტს, გაუმჯობესება აქაც მკვეთრია, დიდი ნახტომია. ამ შემთხვევაში თუ არ გავითვალისწინებთ სამედიცინო პროფილის მქონე უნივერსიტეტებს, რომლებიც ჩვენი უშუალო კონკურენტები არ არიან, აგრარული უნივერსიტეტის საშუალო საკონკურსო ქულებით მესამე ადგილზე არის, რაც უდაოდ კარგი შედეგი არის და მან ძალიან ბევრი უნივერსიტეტს აჯობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ აბიტურიენტებს, რომ ესეთი ნდობა გამოგვიცხადეს.
მაღალი საკონკურსო ქულების მქონე სტუდენტების არჩევანის ათეულში შედიან ჯიპა, კავკასიის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სხვადასხვა მონაცემებით 160-დან 300-მდე სირიელი ჯარისკაცის სიკვდილით დასაჯეს. ტყვეები ისლამისტებმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო აეროპორტის აღების შემდეგ ჩაიგდეს ხელში. ტერორისტებმა ანგარიშწორების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. გარდა ამისა, ისლამისტებმა ტყვე ქურთ მებრძოლს მოსულის მეჩეთის წინ თავი მოკვეთეს და ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელეს. რამდენიმე დღის წინ ტერორისტების მსხვერპლი ამერიკელი რეპორტიორი გახდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, სადაც ისლამური ხალიფატი გამოაცხადეს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. იგი პრეზიდენტის სასახლეში უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულა გიულმა მიიღო და მას ქვეყნის მეთაურის პოსტი ოფიციალურად გადააბარა. ერდოღანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა 10 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ქვეყანაში პირველად ჩატარდა. მანამდე კი 3 ვადის განმავლობაში პრემიერის პოსტს იკავებდა. ერდოღანის პარტია პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას აპირებს, რომელსაც დღესდღეობით მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები აგისრია. ქვეყნის პრემიერი კი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ გახდება. ჩემი არჩევა საერთო სახალხო კენჭისყრის გზით არა უბრალოდ ტექნიკური ცვლილებაა, არამედ მთელი ეპოქის დასასრულია. დღეს იწყება ახალი ერა, ახალი დიდი თურქეთის ეპოქა, რომელიც რესპუბლიკის დასაწყისის სულისკვეთებას ატარებს. ევროკავშირში გაწევრიანება კვლავაც ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ვიქნებით ჩემპიონი სამშვიდობო პროცესებში და დავიცავთ 77 მილიონი თურქის ერთიანობას. მანამდე ახალმა პრეზიდენტმა ფიცი საზეიმოდ პარლამენტის წინაშე დადო. ერდოღანმა პირობა დადო, რომ ქვეყნის რეპუტაციას და მის დიდებას გაუფრთხილდება.